გორის გვირაბში მანქანა ამობრუნდა, დაშავებულია ერთი ადამიანი. მეორე დღეა მუსიკოსი და სპორტსმენი ბექა ონიანი სიცოცხლისთვის იბრძვის. გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ის ამ დრომდე ხელოვნურ კომაშია. მასზე თავდამსხმელის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს კომპანია ტენე, სადაც ონიანი მუშაობს. ჩვენ გხედავთ, თბილისში დღეს ერთობის მარში გაიმართა. მოქალაქეები მსვლელობით ჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მივიდნენ. აქცია პერფორმანსი გამართეს და უწყების მუშაობა გააპროტესტეს. მოგვიანებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლეს. პროტესტი იყო დღეს თბილისის მეტროშიც. ინაუგურაციის შემდეგ რომის პაპმა ლეონ მე-14-მ ზელენსკი და უკრაინის დელეგაცია მიიღო. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში, დაწერა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ. პაპთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯეი-დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა და ამ ომის დასრულების შესაძლებლობებზე ესაუბრა.